ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას, რომ ერთობლივი სანქციები დაუწესონ საქართველოში მიმდინარე აქციებზე განხორციელებულ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაվել ჰერჩინსკი საუბრობს. ელჩი მიუთითებს, რომ ამისთვის 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო, თუმცა მისი თქმით, განხილვები გრძელდება და ყველაფერი მსჯელობის საგანია. ჰერჩინსკი ასევე ამბობს, რომ მიუხედავად საკითხზე ერთსულოვნების არარსებობისა, უფრო და უფრო მეტი წევრი ქვეყანა აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ. მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ქმედებები და გადაწყვეტილებები, კანონები იქნა მიღებული, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ამის შესახებ არაერთხელ ითქვა ლიდერების მხრიდან. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს, ნუ გააკეთებთ ამას, დაგვიახლოვდით და ნუ დაგვშორდებით. სამწუხაროდ, ჩვენი მოწოდებების იგნორირება მოახდინეს, უარესი ვნახეთ, დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებმაც სცემეს ხალხს ქუჩაში. სწორედ ამიტომ ევროკავშირი ცდილობს სანქციების დაწესებას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე. თუმცა სანქციების დასაწესებლად ევროკავშირის დონეზე გვჭირდება 27-ვე წევრის თანხმობა. ამ ეტაპზე არ გვაქვს ეს ერთსულოვნება. არიან ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ წევრებმა გადაწყვიტეს ორმხრივი სანქციები და უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აწესებს სანქციებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ. ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია მივაღწევთ იმ მომენტს, როდესაც 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება. პაվել ჰერჩინსკი ქართული ოცნების პარლამენტის მიერ პარტიების ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არ არის ევროპული გზა. ელჩის თქმით, ევროპული გზა არის დიალოგი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები. ჩვენ ძალიან აქტიურად ვაკვირდებით რა ხდება საქართველოში, როგორც უკვე ვთქვი, ევროკავშირი ეფუძნება ძალიან მკაფიო პრინციპებს. ერთ-ერთი ასეთი პრინციპია დემოკრატია, რომელიც გულისხმობს მრავალ პარტიულ სისტემას. ეს ნიშნავს მოქალაქეების შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური პარტიები, რათა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში. პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა. ევროპული გზა არის დიალოგი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები, რაც მოსალოდნელია. არის დიალოგი. ადამიანები აკეთებენ დათმობებს და ქმნიან საერთო პოზიციას, რომელიც ეფუძნება გაგებას, ტოლერანტობას, ევროკავშირისკენ სვლას და სამწუხაროდ ეს არ არის ის, რაც საქართველოში ხდება.